იგი გადაცემა იაგო გელაძე ერთ-ერთი სახიფათოა და შევაკიდეთ და დაამიწებს გულს. გილაძე სიგნალები ამუშავა. გილაძე შეიძლება გამოყენება. ბაზალი, გელაძე ძალიან კარგად თამაშობენ სტეფან წმინდელები და გაიტანენ კიდევაც ლელოს. ლელოს ავტორი კი გახლავთ იაგო გელაძე, რომელმაც პირველში პასი კარგია და გელაძის ლელო. ფინაუდა არ გაატარა ონისე ბაზალი. კარგად შეიყვანეს და რამხელა წინსვლა აქვს და რა კარგად ის კაპიტანმა ჩხარეულმა იაგო გელაძე კარგად კარგი დაცვა დაახვედრეს დაოს მოთამაშეებმა კიდევ ერთი მიძალება გადავიდა ბურთი მიწაზე გელაძე კარგი ლელო გაიტანეს კარგია ახობაზე ძალიან მადირერენკა რომელსაც კარგი ორმაგი ბოჭვა მოგათ მახარაშვილი ვიცით რომ კარგია ძალიან ლეპოზე მესამე უკვე მარცხნივ არის მეტობა შეიძლება გამოყენება აქ წინ თამაშს გავდა მაგრამ აგრძელებინებს აბულაშვილი თამაშს ფარეში და ბახიძე ის ავტორი ჩაერთო როცა გავიდა მოდალეთით დამულიცე თუმცა ახლა საფუძველი არის ხავა წავიდა სვანი და თეოზაძე და დაახევინეს უკან ისე იაგო გელაძე იყო რა მალეთ დაიწყო თავი ხაზგებმა შენინმა კონტრაქტი შესრულდა და მოიპარა ხალხი ნუ ეს ამ კომპონენტში შეტანი უკვე გამოვიდა საკონტროლიდან რიკაძე ხა იგეს კარგად გელაძე იყო ცხინვალით თამაშა გელაძე კარგად წავიდა წინ მოდნის ცენტრში მოაწოდა ბურთი მახარაშვილმა ტული ბურთი კი ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ რომ დიდი 10-ის მე-13 ტური პარასკევს დაიწყო ბათუმისა და ბოლნის თამაშებსთან ნაკუნდელებს დაიკარგა ბურთი და ვაშა ძნელაძე თამაშობს ფეხით ნახოთ ეს დუელი დარჩა ყაზბეგს ბურთით სრულ მოძრაობა ძნელაძე იარა ბოლომდე მიცვა